მონაწილეობს ჩვენს ეთერში. რა არის თქვენი როგორც მოძღვარის სათქმელი ამ დღეებში, როდესაც ყველა უკიდურესად განიცდის იმას, რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის პატრიარქ ილია მეორეს გარდაცვალება. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და გამოვხატავთ ჩემს სამძიმარს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც დანაკლისს წარმოადგენს პატრიარქის გარდაცვალება. ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდით თქვენს ტელევიზიას, რომელიც 24 საათის განმავლობაში ფაქტობრივად უწყვეტად შუქდება ეს მიმდინარე მოვლენა, ტრაგიკული მოვლენა, რომელიც ერის ისტორიაში აღესრულება ჩვენს თვალს ხდება ეს ყველაფერი და ამისთვის მადლობას გიხდით, განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის დიდი შვებაა, რომ ჩვენ აქედან ვადევნებთ თვალყურს, იმიტომ რომ არ გვეძლება უმეტეს შემთხვევაში ფუფუნება და საშუალება იმისა, რომ სამშობლოში ვიდგეთ თქვენთან ერთად და აქედან გამოვხატოთ ჩვენი გულის ტკივილი. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მადლობა ამ ყველაფრისთვის. ჩვენ ისტორიული ფურცლების დახურვის მომსწრენი ვართ. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და უკრაინელ ხალხს მიუსამძიმრო თავისი სულიერი მამის გარდაცვალება. თქვენ იცით, რომ გარდაიცვალა უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი. ფაქტობრივად ეს ორი ადამიანი, ჩვენი პატრიარქი და უკრაინის საპატიო პატრიარქი, იყვნენ ერთი ეპოქის ბუმბერაზი პიროვნებები, რომლებიც რა სიმბოლურია, რომ ერთ პერიოდში აღესრულნენ. თქვენ იცით, რომ ის იყო მისი მასწავლებელი. კი ბატონო, ალბათ ძალიან ბევრ ადამიანმა გაიფიქრა ეს და ბუნებრივიც არის ეს ფიქრები. ერთ პერიოდში დაიხურა მე-20 საუკუნის ეკლესიის ისტორია და 21 საუკუნეში გადმობიჯებულმა ამ ორმა დიდმა საეკლესიო პიროვნებამ ერთად განისვენა ღმერთში და აქედან გამომდინარე მართლაც რომ სიმბოლური დღეებია და ისტორიული დღეების მომსწრენი ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენი გული არის განსაკუთრებით დამწუხრებული, განსაკუთრებით ემიგრაციაში და როგორც ემიგრაციის მოძღვარი ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ ემიგრანტები ჩვენ არ ვხედავთ მხოლოდ ზღვარიქს თბილისის სამების ტაძართან და არ ვხედავთ რიგებს მხოლოდ იქ, სადაც პატრიარქის სხეული განისვენებს, არამედ აქაც დღეს იცით თქვენ რომ ამერიკაში განსხვავებული დროა, დილის 9 საათია და უკვე დილის 7-დან ჩვენს მე სამრევლოსთან არსებულ სახლში ცხოვრობ, უკვე იყო კარზე ზარი, ადამიანები მოდიან ყვავილებით, სანამ სამსახურში წავლენ, სანთლებს ანთებენ პატრიარქისთვის სპეციალად მოწყობილ კუთხეში და გამოხატავენ თავიანთ გზალულებას და სიყვარულს უკანასკნელ გზაზე ერის მამის მიმართ. კი ბატონო, მაირინეოს რაზე უნდა ვისაუბროთ თუ არა იმაზე, რა განცდები აქვს ემიგრაციას, მესმის აბსოლუტურად თქვენი, რაზეც გაამახვილეთ კონკრეტულად თქვენ ახლა ყურადღება. როგორ ფიქრობთ, მამა, აი გამორჩეულობა რაში მდგომარეობდა, ბევრ საკითხზე გამახვილდა ყურადღება და რაღაცნაირად გაიყო გარკვეულწილად ორ ნაწილად ეს ამბები. ერთი არის ილია მეორეს ხვაწლი ეკლესიის წინაშე, მისი დამსახურება და ამაზე მეტყველებს ის საქმეები, რომლის ავტორიც არის თავად და მეორე არის ის ადამიანური შტრიხები, რაზეც ძალიან ბევრი ადამიანი ამახვილებს ყურადღებას და ყველა მათგანი ამბობს, რომ ის იყო გავლენის მქონე პირი მათ ცხოვრებაზე, აი თუნდაც იმ პატარა ისტორიით, რომელიც პატრიარქთან ურთიერთობაში გადახდათ. აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ? ახალგაზრდა თაობას წარმოადგენთ თქვენ და ალბათ თქვენი ამბებიც ამ მხრივ იქნება საინტერესო და საყურადღებო, როგორც მრევლისთვის, მაყურებლისთვის და თითოეული მოქალაქისთვის. მოდი ასე ვიტყოდი, რომ ჩვენს თაობაში, განსაკუთრებით იმ თაობაში, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადეთ, საეკლესიო ცხოვრების სადმე ინტერესი გააჩინა ამ ერთმა პიროვნებამ, ილია მეორემ. თქვენ იცით, რომ იმ საუკუნეში, გასულ საუკუნეში, რომელშიც პატრიარქი ათეისტურ რეჟიმში, როდესაც ჩაუდგა საქართველოს ეკლესიას სათავეში, ფაქტობრივად არ არსებობდა საეკლესიო გამომცემლობა, არ იბეჭდებოდა სახარება, რომ ადამიანს ელემენტარულად წაეკითხა იმისი, რისაც წამდა. არაერთხელ აღინიშნა უკვე, რომ პატრიარქის კურთხევით ხანდახან ხელით გადაიწერებოდა ხოლმე ლოცვები, რომ ტაძრიდან ტაძარში ქონოდათ ერთგვარად ლოცვანები. აი აქედან ნულიდან იწყება ყველაფერი, მისი მოღვაწეობა აქედან დაიწყო და მივედით დღეს იქამდე, რომ გვაქვს უამრავი საეკლესიო სასწავლებელი, დაწესებულებები, გამომცემლობანი და განსაკუთრებით პატრიარქმა შემოიტანა აი ეს წიგნიერება ერში, რომ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარ ენაზე წაეკითხათ სახარება, გამოსულიყო უამრავი ბეჭდური ვერსია და ერთგვარად უდიდესი ხელშეწყობა იყო მისგან იმისა, რომ ქართველი ადამიანი დაბრუნებოდა საეკლესიო ლიტერატურას და მრევლი უპირველეს ყოვლისა. პატრიარქის ხვაწლზე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ითქვა, კიდევ ბევრს იტყვიან, უბრალოდ ყველაზე მეტი სათქმელი
სათქმელი, მე ვფიქრობ დღეს თქვა, იმ უზარმაზარმა რიგმა, რომელიც სამების ტაძრისკენ ზღვასავით, ეს დინარესავით მიედინება, ეს უწყვეტი ხალხის ნაკადი, ეს არის ადამიანები, რომლებიც არ საუბრობენ, მაგრამ ყველაზე მეც ამბობენ პატრიარქის ღვაწლზე. აი თვითონ ეს ყველაფერი საუბრობს, თუ რაოდენ დიდი ავტორიტეტის პიროვნება ყოფილა და ჩვენ ბევრი ამ კიდე არ ვცოდნია და ეხლა ვგებულობთ, რა დიდი ავტორიტეტი ქონია პატრიარქს. ეხლა გახდა ცნობილი, იმიტომ რომ მან სიკვდილის შემდეგაც კი მოახერხა ერის გაერთიანება. ხელბად ხედავთ, რომ ამ დიდ რიგში ერთნაირი პოლიტიკური, ერთნაირი სოციალური, ერთნაირი შეხედულებების, აზროვნების მქონე ადამიანები ხომ არ არიან, მაგრამ როგორ დუმარეთ დგანან და ამ დუმარე რიგში მიყვებიან, რომ საკუთარ მამას გამოემშვიდობონ. აი ეს შეძლო პატრიარქმა 30 წლის ხვდები და მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ ვინმეს დაკრძალვაზე ამდენი ადამიანი მისულიყოს. ეს არის მართლაც ისტორიული მოვლენა. როგორ აფასებს ერი საკუთარი მამის, საკუთარი სულიერი მამის ღვაწლს, ასე მდუმარედ, მაგრამ ასე მეტყველად. მამაო, სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი უსვამს ხაზს ამ ერთიანობის საკითხს და იმ რესურსს, რომელიც ჰქონდა პატრიარქს ამ გაერთიანების კუთხით და თავად ამდენი ადამიანისგან ამ საკითხის ხაზგასმა მიუთითებს ამ თემის მნიშვნელობაზე, ხო? და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი დაფიქრდეს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა ერთიანობა იმ ვითარებაში, რაშიც არის ჩვენი ქვეყანა. და მამა ირინეოს, მე გკითხეთ თქვენ აი ახალგაზრდა თაობის საკითხზე კონკრეტულად, ხო? ჩვენ ფაქტობრივად ყველა თაობის სასულიერო პირებს ვესაუბრებით ამ დღეების განმავლობაში. თქვენ როგორც აღნიშნე, ახალგაზრდა თაობას წარმოადგენთ და ალბათ თქვენი, ვთქვათ, აი პოზიცია, დამოკიდებულება ამ შემთხვევაში, ხო? თქვენი, ვთქვათ, არჩევანის განსაზღვრაც კონკრეტულმა საკითხებმა განაპირობა. ვიცით ჩვენ როგორი მნიშვნელოვანია ეკლესიაში ახალგაზრდა თაობის ყოფნა. აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლიათ? შესაძლოა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, ვისაც რაღაც გარკვეული გეგმები აქვს ამა თუ იმ მიმართულებით და მათთვის მნიშვნელოვანია სხვების მაგალითის გაზიარებაც. მე ნამდვილად ამაყივარ, რომ მოვესწარი ილია მეორის ხანას და კერძოდ მის პატრიარქობის ჟამს მოხდა საქართველოს ეკლესიაში ჩემი ბლად კურთხევა. პერსონალურად მე მადლიერი ვარ მისი პიროვნებისადმი, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საბერძნეთის ეკლესიაში წავედი მე სამსახუროდ და იქ ვსახურებდი, სულ რამდენიმე წელში და იქ სწავლა, როდესაც დავამთავრე, იურისდიქციულად საუბრობ, გადმოვედით და პატრიარქი იყო მთავარი ხელშემწყობი, რომ საქართველოს ეკლესიაში დაუბრუნებოდი და მან პირადად მიგვიღო მე და ჩემთან ერთად მოძღვარი მამა იერონიმე და ეს დაუვიწყარი დღე იყო 2018 წლის 2 აგვისტო, როდესაც ჩვენ მას უთხარით, რომ ვაპირებდით საქართველოს ეკლესიაში დაბრუნებას და მან ეს სიხარულით მიიღო ეს ფაქტი და მოდი ისე ვთქვათ, რომ პატრიარქი ამის ხელშემწყობი იყო. პატრიარქი ყოველთვის ყველას მოუწოდებდა სამშობლოსკენ დაბრუნება. დაბრუნებული იყო ადამიანი სამშობლოში და მათ შორის მშობლიურ ეკლესიაში. და ამას შეუწყო პატრიარქმა ჩემ შემთხვევაში ხელი და მე მისი მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები, ის ყოველთვის დარჩება, მხოლოდ ამიტომ ჩემს ლოცვებში რომ არაფერი მოდი ესე ვთქვათ, მან ყველა თაობის სასულიერო პირს, ყველა თაობის საეკლესიო მოღვაწეს დაუტოვა დიდი გამოწვევა. მათ შორის ახალ პატრიარქს, რომელსაც სულ მალე აირჩევს საქართველოს ეკლესია 152 წელს თავარს მის შემდეგ. მან დატოვა უდიდესი გამოწვევა და ამოცანა ჩვენს წინაშე, რომ ჩვენ შევძლოთ იმ ერთობის შენარჩუნება, ჩვენ შევძლოთ იმ კვალის გაგრძელება, რომელიც მან წამოიწყო 50 წლის წინათ. და ასე რომ საქართველოს ეკლესია ამ გამოწვევას უპასუხებს და ჩვენ შევძლებთ, რომ ის კურსი, რომელიც მან თქვენ იცით, პატრიარქმა შეძლო მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანა საქართველოს ეკლესია. მე რამდენიმე ეთერში ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ სულ რაღაც 1 წლის პატრიარქი იყო იგი 1979-78 წლებში. ერთ წელში მან მოახერხა ის, რომ მოიხვეჭენდა დიდი ავტორიტეტი, ის გახდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. და ეს იყო ფაქტობრივად მან გაიტანა საქართველოს ეკლესია ევროპაში და მსოფლიოში და დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ეკლესია არსებობს. ესეც კი საჭირო იყო მაშინ იმ რკინის ფარდის პირობებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მადლობელი ვართ მისი ყველა თაობის სასულიერო პირი, რომ მან საქართველოს ეკლესია ხელმეორედ გააცოცხლა და გააცნო მთელს კაცობრიობას. და ამ ამაკს მე მჯერა, რომ განსაკუთრებით ჩვენი თაობა მას დაუფასებს. დიდი მადლობა, მამაო, დაგემშვიდობებით, მამა